was strolling on the moon one day in a merry, merry month of December. May. ლოთი კოსმონავტი დავირქვი, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო ბევრს ვამ და მეორეც რო ძალიან მიყვარს კოსმოსი. კოსმოსი ჩემთვის ასოცირდება თავისუფალ სივრცესთან. თუმცა ეს არ არის რეალობისგან გაქცევა, იმიტომ რომ კოსმოსიც არის რეალობა, ოღონდ პარალელური რეალობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ ხოლმე. არ და ის ნამდვილად არსებობს და მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მის ნახვას. ამიტომ ძალიან მინდა რომ კოსმოსში გავფრინდე და სანამ კოსმოსში გავფრინდებით, ვცდილობ რომ შევისწავლო კოსმოსი აქედან დედამიწიდან, მაგრამ ეს შესწავლა არ არის მარტო ტელესკოპებში ყურება, არამედ არაფრიზელ მდგომარეობაში შენ ხარ კოსმოსში, ამიტომ შეგიძლია არაფრიზელი მდგომარეობებით ისწავლო კოსმოსი. კოსმონავტი ვერ გახდები თუ არაფერს არ ქმნი, ან უნდა წერდი, ან უნდა ხატავდე, იმიტომ რომ შემოქმედებითობაც არის გასვლა, რაღაცნაირი, დედამიწიდან მოწყვეტა და ასე შემდეგ. მე მაგალითად ვწერ, მაგრამ არ ვწერ ისე როგორც ყველა წერს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაც დამკვიდრებული კლიშეები არის ქართულ ლიტერატურაში, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს, როგორიცაა კარგი მწერლების ჩამონათვალი, რომელსაც სინამდვილეში არავინ არ კითხულობს. ანუ ჩვენ ქართველებმა ლიტერატურა დავაკონსერვეთ და შემოვდეთ თაროებზე. რაც ენასღიურების კითხვა დავიწყე, მას შემდეგ სულ ცუდი სიზმრები მესიზმრება. მესიზმრება უზარმაზარი მატარებელი. და რელსები, რომლებიც ქალაქს გვერდს უხსნეს და ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელისკენ მიემართება. მატარებელში კი თვითმკვლელების ხედან. მზის განაპირა მხარეს განან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და ემშვიდობებიან ნაცნობებსა თუ უცნობებს. ცოტა ხანში კი გაისმის ერთი დიდი ბუმ და ნაგავსაყრელზე ყველა ერთად იკლავს თავს. ქალაქი დროებით ყრუდება. ჩვენი საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ ყველაფერს, რაც კი კულტურა ჰქვია დღეს, იღებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ანუ საერთოდ არ უფიქრდება, რომ ეს შეიძლება ცუდიც იყოს. აი მაგალითად, ქართულ ზღაპრებზე ნებისმიერ ადამიანს რო კითხო, გეტყვის, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი ჩვენი კულტურისა და ეს არის ყველაზე ჰუმანური, ყველაზე კეთილშობილური და რომ ბავშვებს უნდა უკითხოთ ქართული ზღაპრები. სულ რამდენიმე ეპიზოდი რო გავიხსენოთ, რისი წაკითხოთ ბავშვებისთვის არ შეიძლება. მაგალითად, აი როგორ იგლეჩს ყმაწვილი ბარკალს და აძლევს ფასკუნჩს. ან მაგალითად დევის დედას როგორ უჭერს ძუძუზე კბილს და ეუბნება რომ მითხარი სანამ სად არის ვიღაცა ვისაც ეძებს თორემ არ გაგიშვებ. ან ბევრი ისეთი არაჰუმანური ეპიზოდია, რომლის შესახებაც ჩვენ უბრალოდ თვალს ხუჭავთ და მაინც გონია რომ მე რა ქართული ზღაპრები ძალიან კარგია. ანუ ჩვენ ყველაფერს ვაფასებთ, რაც კი ქართულ კულტურაში შეიქმნა, გარდა იმისა, რაც ახლა იქმნება და ეს უკვე ტრაგედია, იმიტომ რომ თუ ასე გავაგრძელებთ, კულტურა მოკვდება ნელ-ნელა. მატარებლის ბორბლების ხმა ძალზე ცხადად ჩამესმა. და ამან გამაღვიძა. თვარი გავახილე, მაგრამ ხმაური გრძელდებოდა. სიზმრიდან გამომყვა, ძალიან მეშინოდა და მივხვდი. ანა რომ არ მენახა, გული გამისკდებოდა. ანა მოვედი, ანა შევანჯღრიე. დგდდდ. ანა არ გამეპასუხა. რაღაც საშინელის მოლოდინში მომეკვეთა ფეხები. შუქს ვეცი, ავანთე და დავინახე. ანა იწვა, თვალებღია და ტუჩებზე დუჟმომდგარი. აქეთ-იქით კი წამლის ფირფიტები ეყარა. დგდდ. მატარებელმა ჩაიარა.